ანუ დანის პირის ფიქსაციის მექანიზმების შესახებ, თავისთავად ხადია ლაპარაკი მექნება დასაკეთდანებზე. დანის ფიქსატორი დასაკეთდანაზე არის აუცილებელი, იმიტომ რომ ფიქსატორი თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს აი ამ დანის გახსნილი პირის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნას. Das ნიშნავს, რომ ეს დანა შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენოთ, მათ შორის გარკვეული ხეში სამუშაოების შესასრულებლად, ისე რომ არ მოხდება პირის აკეცვა და შესაბამისად თქვენ დაზიანებას არ მიიღებთ. აბსოლუტური უმეტესობა ესეთი უტილიტარული მარტივი დანების არის ეგრეთ წოდებული slip joint-ები, სადაც დანის პირი გახსნილ მდგომარეობაში მას აკავის მარტო აი ამ წელი ძამბარის ძალა, მაგრამ ცოტა მეტი ძალა რომ დაატანოთ, პირი აიკეცება და საფრთხე აქ მდგომარეობს იმაში, რომ ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც სამუშაოს ასრულებ და ხელს გაიჭრით. როგორც უკვე გითხარით წინა ვიდეოში, უმეტეს შემთხვევებში კი არა და თითქმის ყველა შემთხვევაში, როდესაც მიხელი დანით გავიჭერი, ეს იყო სწორედ იმიტომ, რომ აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ slip joint-მა ის მექანიზმა მე მიღალატა. მარტივ უტილიტარულ დანებში, რომელთაც რავი, გვაშს გათლით ან რაღაც ისეთ სამუშაოებში ასრულებთ, რა თქმა უნდა, slip joint-ი გამოდგება, ის მასობრივად გავრცელებულია, იაფია და რა ვიცი, ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ ფიქსატორი დანაზაზე უნდა იყოს და თუ რაღაცა უაზრო საკანონმდებლო შეზღუდვები არ არის, როგორც წესი, შედარებით ესეთი დიდი დანები, თითქმის ყველა არის აღჭურვილი ამა თუ იმ ფიქსაციის მექანიზმით. არ ვიცი რატო, როგორც მაყურჩებს ისევე დანის ფიქსატორებს, სახელმწიფო უყურებს როგორც რაღაც აკრძალულ მოწყობილობას, რაღაც ნივთს, რომელიც რაღაც ჯადოსნურ თვისებებს აწვევს დანას, რაც თქვენ მე გიბიძგებთ, რომ სხვადასხვა უკანონო საქმეები ჩაიდინოთ, რაც თავისთავად ცხადია, სისულელეა და აბსურდია. ფიქსატორი პირველ რიგში არის აუცილებელი თქვენი უსაფრთხოებისთვის. მოდი დავუწყოთ ახლა მექანიზმების მიმოხილვა. დანები არსებობს უამრავი დანიშნულების, უამრავი მწარმოებლის, მათ შორის უამრავი usახელო მწარმოებლის. თავისთავად ცხადია, ახლა ყველა ფიქსატორის მექანიზმის მიმოხილვა ერთ ვიდეოში იქნებოდა შეუძლებელი დავალება. ამიტომ მე ძირითადად გავამახვილებ ყურადღებას 4 ყველაზე გავრცელებულ მეთოდზე და ეს თქვენ გამეორდები, მოგცემთ საშუალებას, რომ რაღაც წარმოდგენა შეიქმნათ ფიქსაციის მექანიზმებზე და შეძლოთ ნავიგაცია აი ამ მრავალფეროვნებაში, რა მრავალფეროვნებასაც წარმოადგენენ ეს ამდენი მწარმოებელი და მათ მიერ და პროდუქცია, რომელსაც ისინი უშვებენ. დავიწყოთ ყველაზე მარტივი მექანიზმით, ეგრეთ წოდებული liner lock-ით. liner lock-ი სახელიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ლაინერი მოთავსებული დანის ჩარჩოში შიგნით და პირი როდესაც იხსნება, ეს ლაინერი პრაქტიკულად არის ბრტყელი ზამბარა და ის შესაბამისად ექცევა შიგნით და არ აძლევს პირს საშუალებას, რომ ის აიკეცოს. liner lock-ი არის მარტივი, იაფი და შესაბამისად ყველაზე ხშირად გვხვდება აი ესეთი იაფიან დანებში, მოდით ასე ვთქვათ, ბიუჯეტურ დანებში, შეიძლება რა თქმა უნდა უფრო ძვირებშიც. მექანიზმი პრინციპში საიმედოა, კარგად მუშაობს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსი. იმის და მიხედვით, დეტალების მორგება აქ როგორ არის, შეიძლება ეს liner lock-ი შედიოდეს კარგ მჭიდრო კონტაქტში პირთან და უზრუნველყოფდეს საიმედო ჩაკეტვას. ან შეიძლება იმის გამო, რომ გარკვეული ხარვეზები არის, მეტალი არის დამუშავებული, მეტი წინაობა არის, ეს კონტაქტი შეიძლება არ მყარდებოდეს. ამიტომ, როდესაც თქვენ დანას liner lock-ით და რომელიც არ ღირს მაინც და მაინც ძვირი, მათ შორის შეიძლება იყოს შედარებით პატიოსანი წარმოებისგან, როგორც ეს მithwesome, ხო? მაინც ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს liner lock-ი, როდესაც თქვენ ტიპიურად როგორც თქვენ ხსნით დანას, ხო, მაგალითად იგივე სწრაფი გახსნით, ან თუნდაც ესე ხელით გახსნით, რომ ეს კონტაქტი, ჭიდრო კონტაქტი, აი ლოკს შორის და პირ შორის ნამდვილად ხდება ხუმა მისი საიმედოდ მიღწევა, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს აი ესეთი რაღაცა, დანა აიკეცოს. გამოსწორებადია, დან უნდა დაიშალოს და უნდა უზრუნველყოფდეს, სავარაუდოდ აქ უბრალოდ ზედაპირი არის დასამუშავებელი, რომ ეს ხახუნი არ იყოს პირსა და ფიქსატორ შორის, რომ ის უბრალოდ ბოლომდე შევიდეს და საიმედოდ ჩაკეტოს დანა. პლუსები, რა თქმა უნდა, მდგომარეობს კიდევ ის, მარტივია, ხელმისაწვდომია, იაფია და დანის დასაკეცად, მეორე ხელი საჭირო არ არის. კიდევ ერთი ფიქსატორის მეთოდი, ეს არის უკვე liner lock-ის ნაირსახეობა, ეს არის ეგრეთ წოდებული frame lock-ი. frame lock-ი გულისხმობს, რომ აქ ჩვენ ცალკე ლაინერი არ გვაქვს, ჩვენ უკვე აქ ჩარჩოს ნაწილი გვაქვს ამოჭრილი, რომელიც აი ამ ზამბარის ფუნქციას უზრუნველყოფს და შესაბამისად, პირს კეტავს
ღია მდგომარეობაში და არ აძლევს მას საშუალებას რომ აიკეცოს. ანუ frame lock-ის უპირატესობა liner lock-თან მუშაობის პრინციპი აბსოლუტურად ერთი და იგივე არის. გამომდინარეობს მხოლოდ იმაში, რომ ანუ აქ ხედავთ ეს დეტალები რა უფრო მასიური არის, ვიდრე იგივე ლეინერი, მაგალითად აი ამ Smith-Wesson-ის და ამ პრინციპში რავი ნებისმიერ ლეინერ lock-ში. აქედან გამომდინარე, ანუ ეს ფართი კონტაქტის ჩამკეტსა და პირს შორის ბევრად უფრო დიდი არის და ჩაკეტვაც ბევრად უფრო მყარი არის. ეხლა ეს არის ძვირადღირებული ზერო ტოლერანსი, ვიღაცა ეტყვის რომ რანაირად იყენებენ ასე ძვირიან დანაში. frame locks, მაგრამ რავი, რაც მუშაობს, იმას ხელი არ უნდა ახლო. ისევ და ისევ. ანუ სიმარტივე, ბევრ შეიძლება არ მოეწონოს ეს ტიტულობა, ეს ამოჭრილი მე პირიქით რავი მომწონს ეგეთი დიზაინი. უბრალოდ ეს უფრო ისეთი დაბუსტული frame lock-ი არის, იმიტომ რომ გარკვეული გადაწყვეტილებები არის გაკეთებული, რაც უზრუნველყოფენ ანუ frame lock-ის საიმედო მუშაობას და ძალიან და დიდი ხნის გამძლეობას, ანუ ეს დანაპრაქტიკულად არასდროს არ გაცვდება. პლუსები იგივე, რაც liner lock-ის შემთხვევაში, სიმარტივე და შესაძლებლობა დანააკეცოთ ერთი ხელით. შემდეგი მექანიზმი რა გვაქვს აქ ჩვენ? ალბათ მოდით, რავი, lockback-ი, ეგრეთ წოდებული. lockback-ი არის პრაქტიკულად რუსულად რო წარმოვიდგინოთ, კარამისლა, ასე თქვა, ესეთი მეტალის, რომელიც აქ შედარებით, აი პრინციპში კი ჩანს, ახლა ამოიწია. არის პრაქტიკულად ჩამკეტი, რომელიც ზურგში არის განლაგებული და ზურგიდანვე ითიშება, სახელის აქედან მოდის, lockback-ი. და ეს არის პრაქტიკულად, ხო, რუსულად კარამისლა არის, ქართულად ნამდვილად გამიჭირდება შესატყვისი სიტყვის გახსენება. ის პრაქტიკულად მასიური კბილით, რომელიც მის წინა ნაწილში არის განლაგებული, ჩაკეტავს პირს გახსნილ მდგომარეობაში და სანამ მას არ დააჭერთ, პირი იქნება შესაბამისად ჩაკეტილ მდგომარეობაში. lockback-ი არის ერთ-ერთი ალბათ რავი, უძველესი და ძალიან გავრცელებული დანისპირის ფიქსაციის მეთოდი. თვარსტები ბაკასათში იქნა გამოყენებული პირველად, შედარებით უკან ნაწილში იყო განლაგებული და ბევრი მწარმოებელი, როგორც ეს cold steel-ი, Spyderco და რა ვიცი, უამრავი სხვა, ამა თუ იმ ვარიაციას ამ ჩაკეტვის მექანიზმის იყენებენ. პლუსები ამ ჩაკეტვის მექანიზმის მდგომარეობს ისევ და ისევ, მის შედარებით სიმარტივეში. და ასევე როგორც წესი, ჩაკეტვა ბევრად უფრო გამძლეარი, ვიდრე მაგალითად იგივე liner lock-ი. თუმცა არის განსხვავებები, ხო, მაგალითად, როცა ჩვენ ლაპარაკობთ ესეთ subuk დანაზე, როგორც არის ეს Spyderco Delica, ხო, რა თქმა უნდა, აქ რამე გამძლეობაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ რომ ეს არის ეწოდებული რაღაც lightweight მოდელი და ხო, აქ უფრო რამე ისეთ უხეშ სამუშაოზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტი არის, მაგრამ როგორც წესი, ეს lockback-ის ტიპის ჩამკეტი ხდება ხოლმე აი ესეთ დანებზე, როგორც არის ეს cold steel Fingolfi, რომელიც მაგას ეძახიან დასაკეთს bushcraft-ის დანას და სწორედ ეს მექანიზმი არის აქ გამოყენებული. რაც უზრუნველყოფს მოგეუბნებით პირველ რიგში ამ საიმედო ჩაკეტვას და ზოგადად სიმყარეს და cold steel-ისა ეს ტრიად lock-ები, რომელიც არის აი ამ lockback-ის ნაირსახეობა, არის ცნობილი იმით, რომ წარმოუდგენელ დატვირთვებს უძლებენ მანამ სანამ ასე თქვათ ისინი დანებდებიან. მინუსებს განეკუთვნება ის, რომ დაინახეთ, რომ დანარო შევეცადეთ გამეხსნა, ის არ გაიხსნა, იმიტომ რომ ცოტა უფრო ენერგიული მოძრაობა არის საჭირო, იმიტომ რომ ეს ჩამკეტი მექანიზმი მუდმივ კონტაქტში იმყოფება პირთან და არ აძლევს მას საშუალებას, რომ თავისუფლად იმოძრაოს. ხედავთ, ვაჭერდა, პირი არც იკეცება, ეხლა დაიწყო დაკეცვა. მინუსები ასევე მდგომარეობს იმაში, რომ უმეტეს შემთხვევაში არის საჭირო ორი ხელი იმისთვის, რომ დანა დაკეტოთ. მიზეზების გამო, რომელიც მე თქვენ უკვე გითხარით, ხო? პლუსები, რაც უკვე გითხარით, შედარებით სიმარტივე და ძალიან დიდი სიმყარე. პრინციპში არის ყველაფერი, რაც შეიძლება ალბათ lockback-ის ტიპის ფიქსატორზე გითხრათ. და სულ ბოლოს, ჩაკეტვის ჩამკეტები, ესე დახურული ჩამკეტები, ღილაკიანი, ხო, თუ დანას ხედავთ ეს ღილაკი, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რაღაც სისტემა, რომელიც არის შიგნიდან განლაგებული და გარედან უხილავი. პლუსები აქ მდგომარეობს იმაში, რომ შეგიძლიათ, რავი, ღილაკი როგორც წესი თითქმის ყოველთვის არის ორმხრივი. მინუსები აქ პრინციპში არ არის, გარდა იმისა, რომ გამდინიქნა რომ მექანიზმი შიგნით არის ჩამალული, სხვადასხვა წარმოებლები მოკლედ იყენებენ სხვადასხვა ტიპის აი ამ შიდა ჩამკეტს, ხო და შეიძლება ამ ჩაკეტვას აი ეს ეგრე უწოდოთ, ხო, შიდა ჩამკეტი. და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი ეს selling point-ი, ამით ყიდიან ხოლმე ამ დანებს, იმიტომ რომ იძახიან, რომ აი მათი ჩამკეტი უფრო მაგარი არის ვიდრე სხვისი ჩამკეტი, იმიტომ რომ შენ ვერ ჩაძრობი და ვერ ნახავ ეს ჩაკეტი როგორ არის განხორციელებული. განსხვავებით ყველა სხვა დანარჩენი დანებისგან, გარედან დათვალიერებით, ხდებით ეს ჩაკეტი როგორ არის უზრუნველყოფილი.
ამიტომ ხო არანაირი განსაკუთრებული მინუსი ამას არ აქვს, როგორც წესი ხოლმე, ანუ ეს სხვადასხვა ეს დაპატენტებული მექანიზმები გამოიყენება შედარებით უფრო ძვირადღირებულ დანებზე, როგორც წესი ხოლმე. და რა თქმა უნდა, ანუ პლუსები აქაც იგივე არის, რომ მათ შორის ამ შეკილეთ გამორთოთ ერთი ხელით აკეცოთ, ეს არის assisted open dana, ან ზამბარ აქშენით, ამიტომ თავისთავად ცხადია, ხა პირი არა იკეცება, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ანუ ეს აკეცვა მოხდება. პატარა კოლექციაში არის კიდევ ორი დანა, განსხვავებული ფიქსატორის მექანიზმებით, იმ მექანიზმებისგან, რომელიც შესახებ მე უკვე თქვენ მოგიყევით. ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული, ანუ button lock-ი, ანუ ღილაკით ჩაკეტვა. მუშაობს იგივენაირად, როგორც firing pin safety იარაღში. ანუ აქ ჩვენ გვაქვს ღილაკი, რომელზეც დაჭერა ათავისუფლებს დანის პირს და გვაძლევს ჩვენ საშუალებას, ან გავხსნათ, ან ჩავკეტოთ ეს დანა. სიმართლე გითხრათ, მე ბევრი მოდელი ასეთი ჩამკვეთი არ მქონია, არც მაინდა-მაინც ან გაყიდვაში ბევრი შემთხვედრია, მაგრამ რაც მქონდა, ამას უყველა აბსოლუტურად ამ დანის ჩათვლით არ არის განკუთვნილი უხეში სამუშაოსთვის. მეორე დანა, რომელიც მქონდა ეგეთი ჩაკეტვით, იყო Boston Corgi, ანუ კატეგორია დანების, ცნობილია სახელით, ანუ gentleman-ის დანები. მსუბუქი, კომპაქტური, ნამდვილად არის განკუთვნილი უხეში სამუშაოსთვის. მეც პრინციპში ანუ button lock-ზე ვერაფერს ვერ ვიყრი. და კიდე ერთი საინტერესო მექანიზმი, მარტივი და ელეგანტური, რომელიც შეხვდება ანუ ფრანგული წარმოების ოპინელის დანებზე, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია. და ეს არის ანუ ეგრეთ წოდებული ring lock-ი, სადაც ეს ასე ვთქვათ, რგოლი არის შესრულებული და მისი გადატრიალება გვაძლევს ჩვენ საშუალებას ჩავკეტოთ პირი როგორც დაკეცილ მდგომარეობაში, ასევე გავხსნათ დანა და ჩავკეტოთ პირი ღია მდგომარეობაში, ანუ ესეთი ორმხრივი, ორმაგი მოქმედების ცველი გვაქვს აქ ჩვენ. ორმაგი მოქმედების ცველი ამ შემთხვევაში ან რაღაც ცალკე ცველი, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას დანის პირი დავკეტოთ დაკეცილ მდგომარეობაში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თუ ანუ დავარდა, ან რაღაც ზემოქმედება მოხდა მასზე, ანუ შეიძლება გაიხსნას, ანუ შემთხვევით, მაშინ როდესაც თქვენ არ გინდათ რომ ეს დანა გაიხსნას. ხო ეს არის მნიშვნელოვანი თუ რა ვიცი მოგზაურობთ ცხენით, კვადროთი, მოტოციკლეთით, ანუ შეიძლება მოხდეს რაღაცა, შეიძლება გადმოვარდეთ იქიდან, შეიძლება ავარიაში მოხდეს და ან თქვენ ნამდვილად არ გინდათ რომ ჯიბეში ყოფი დანა გაიხსნას და თქვა რამე დამატებით ჭრილობა ამის გამო თქვენ მიგაყენოთ. ასე რომ თუ რომელიღაც ამ აქტივობით ხართ დაკავებული და ასევე გინდათ დანა, ანუ დაფიქრდით ისეთ მოდელზე, რომელიც გაძლევთ თქვენ საშუალებას პირი დაკეტილ მდგომარეობაში ჩაკეტოთ და აბსოლუტურად გამორიცხოთ მისი გახსნა, მაშინ როდესაც თქვენ ეს არ გინდათ რომ მოხდეს. ეს არის და ეს, ანუ პრინციპში ისი მოვალაც მე მინდოდა ფიქსატორების მექანიზმებზე გამარტივებულად, მაქსიმალურად, ანუ შეგვეცილი ფორმატით, იმისთვის რომ თქვენ ანუ გაგიადვილდეთ თავდაპირველი ნავიგაცია, ხოლო შემდგომ უკვე რა ვიცი, როდესაც თქვენი ცოდნა გაიზრდება, გიქნებათ უკვე საშუალება გაეცნოთ უკვე სხვა მექანიზმებს, იმიტომ რომ გამეორდები უამრავი წარმოებელი უშვებს უამრავ დანას და რა თქმა უნდა არსებობს უამრავი ფიქსატორის მექანიზმები, მაგრამ მათი აბსოლუტური უმეტესობა არის ასე ვთქვათ, ის ვარიანტები, რომლის შესახებ მე თქვენ მოგიყევით, ან მექანიზმების ვარიაციას წარმოადგენს. მოკლე რეზუმირება ბოლოში რომ გავაკეთოთ, ანუ liner lock-ი ხდება მეტილად, ანუ იაფასიან დანებში, მარტივი წარმოებაში, შესაბამისად, ანუ დაბალი ფასი, მინუსებს განეკუთვნება ის, რომ როგორც წესი, დეტალი საკმაოდ თხელია, ანუ დიდ მექანიკურ დატვირთვას ვერ გაუძლებს. და ასევე გააჩნია მწარმოებელს, გააჩნია მოდელს, შეიძლება კონდეს ისეთი სიტუაცია, როდესაც ის არ შედის კონტაქტში ბოლომდე დანის პირთან, ანუ ჩაკეტვა ბოლომდე არ ხორციელდება, რაც ქმნის საფრთხეს იმისა, რომ დანის პირი აიკეცება. უმეტეს შემთხვევაში არის გამოსწორებადი, ძირითადად უკავშირდება იმას, რომ ამ მწარმოებელს არ შეუძლია, ანუ ამ საკმარის ხარისხის უზრუნველყოფა, რომ ეს მექანიზმი საიმედოდ მუშაობდეს. Frame lock-ი, იგივე liner lock-ი, არანაირი განსხვავება აბსოლუტურად, გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო ანუ მყარი მექანიზმი არის, იმიტომ რომ სისქე ამ შემთხვევაში ამ ჩანკეტი ელემენტის ბევრად უფრო დიდი არის, მექანიკური გამძლეობა უფრო მაღალი არის, კონტაქტი დანის პირთან უფრო დიდი არის, მეტი ფართის, რაც ნიშნავს, რომ ანუ გამძლეობა იქნება უფრო მაღალი. Lockback-ი ან backlock-ი, ან მისი ვარიანტები კარგია, იმიტომ რომ უზრუნველყოფს ძალიან მაღალ სიმყარეს ჩაკეტვის. მაგრამ მინუსებს განეკუთვნება ის, რომ ასე ვთქვათ, მისი ერთი ხელით დაკეცვა, ანუ თვით პრაქტიკულად შეუძლებელი არის ამ შემთხვევაში, ანუ liner lock-ი და frame lock-ი, frame lock-ს აქვს უპირატესობა და უკვე შიდა ჩაკეტვის მექანიზმები, რომელიც ანუ ასე ვთქვათ, იყიდებენ ამ ღილაკს, ანუ აქ გავმეორდები, რაც უფრო
კარგი წარმოებელია, რაც უფრო მაღალი ფასია, მით უფრო მეტი ალბათობაა, რომ ეს მექანიზმი საიმედოდ იმუშაოს. შესაბამისად, თუ დანა უფრო დაბალფასიანი არის, წარმოებელი არ არის სანდო, ან საერთოდ უცნობია, ანუ ამდანის წარმოებელი, რისკი იმისა, რომ ეს მექანიზმი არ იმუშავებს კარგად, არის საკმაოდ მაღალი და მე არავის არ ურჩევ ასეთი დანის ყიდვას, ან თუ ყიდულობთ დანას, რომელსაც ამა თუ იმ ვარიანტის, ანუ ეს შიგნით განლაგებული ჩანკეტი გააჩნია, ჯობია რომ ეს იყოს ანუ კარგი წარმოებელი და ანუ მინიმუმ საშუალოფასიანი ან მაღალფასიანი დანა, რაც იქნება ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ეს მექანიზმი თავის ფუნქციას საიმედოდ შეასრულებს. ეს არის და ეს, რავი, იმედი ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესო იყო. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. თავს გაუხდით და კარგად იყავით. Ha ha ha.